მე მია ვარ და ვაგრძელებთ იტალიურ მოგზაურობას. არ ვიცი იმის გამო, რომ მილანის გალერეაში ტურინის გერბზე დავტრიალდი თუ უბრალოდ დაემთხვა, მაგრამ ჩემი მოგზაურობა მილანიდან სწორედ ტურინში გაგრძელდა. ესაა მნიშვნელოვანი ბიზნეს და კულტურული ცენტრი ჩრდილოეთ იტალიაში და ქვეყნის 10 ყველაზე მონახულებად ქალაქს შორისაა. ისტორიულად ქალაქი იტალიის სამეფოს პირველი დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ცენტრი იყო. ტურინს ზოგჯერ თავისუფლების აკვანსაც უწოდებენ, რადგან ის იყო რისორჯიმენტოს, ანუ იმ პოლიტიკური და სოციალური მოძრაობის ცენტრი, რომელმაც იტალიის გაერთიანება გამოიწვია. ტურინში მრავლადაა სამხატვრო გალერეები, სასახლეები, ოპერის თეატრები, პიაცები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები. სწორედ ორ უმნიშვნელოვანეს მუზეუმს ვესტუმრების დღეს. ესენია ეგვიპტის მუზეუმი და კინოს ეროვნული მუზეუმი, რომელიც ჩემი კინოსადმი უდიდესი სიყვარულის გამო აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოსანახულებელ სიაში. ასევე ვნახავთ ტურინის დუომოს, სადაც იესოს წმინდა სუდარაა დაბრძანებული. ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ულამაზესი გალერეები მიუყვებოდა, სხვადასხვა არქიტექტურული სტილით შთაგონებული შენობები ერთიან შთამბეჭდავ სახეს ქმნის, თითქოს ერთ დიდ მუზეუმს ათვალიერებდნენ. სან-კარლოს მოედნიდან, რომელსაც ქალაქის გულსაც უწოდებენ, პირდაპირ ეგვიპტის მუზეუმისკენ გავემართეთ. თუ ეგვიპტური კულტურით ოდესმე დაინტერესებულ ხართ, ეს ადგილი აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას, რადგან იგი ითვლება მსოფლიოში მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ეგვიპტოლოგიურ კოლექციად კაიროს ეგვიპტური მუზეუმის შემდეგ. ალბათ სწორედ ამიტომ ის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი მუზეუმიცაა, დაახლოებით 9000 ვიზიტორით წელიწადში. მუზეუმის კოლექცია მოიცავს დაახლოებით 4000 წლიან პერიოდს და 37000-ზე მეტი არტეფაქტითაა წარმოდგენილი. აქ ვნახავთ პალეოლითიდან კოპტურ ხანამდე პერიოდის ექსპონატებს, მკვდართა წიგნის პაპირუსებს თუ სხვა ხელნაწერებს, სამარხებიდან გადმოტანილ ფრაგმენტებს, სარკოფაგებსა და მათში აღმოჩენილ რეალურ მუმიებს. შევხვდებით ისეთ მნიშვნელოვან ძველეგვიპტური ღმერთების ქანდაკებებს, როგორებიცაა ამონ-რა, ანუბისი, ოსირისი და ისიდა, ასევე რამზეს მეორის, ნეფერტარისა და სხვა ფარაონების თუ დიდი მოხელეების გამოსახულებებს. დიდი რაოდენობით ჭურჭელს, ავეშს, საბრძოლო იარაღს, სამკაულებს და პატარა ზომის სკულპტურებს, რომლებსაც საფლავში დებდნენ. ცნობილია, რომ ენათმეცნიერი და ეგვიპტოლოგიის დამაარსებელი ჟან-ფრანსუა შამპოლიონი, რომელმაც პირველმა გაშიფრა იეროგლიფები, სპეციალურად ჩავიდა ტურინში, რომ აქაურ კოლექციაზე ემუშავა. მუზეუმი 1824 წელს დაფუძნდა და მსოფლიოში პირველი სპეციალიზებული ეგვიპტოლოგიური მუზეუმი იყო. ახლა კი მოდი მეტად თავს არ შეგაწყენთ ფაქტებით, მთლად ისტორიის გაკვეთილი რომ არ გამომივიდეს და გავაგრძელოთ მუზეუმის დათვალიერება.
საერთოდ არქიტექტურაში ბაროკო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სტილია ვიქტორიანულ, რენესანსისა და გოთიკურ სტილთან ერთად. სწორედ ამიტომ მინდოდა სავოიელთა დინასტიის ისტორიული სამეფო სასახლის მონახულება, რომელიც თურმე ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ბრწყინვალე ბაროკო სტილის ძეგლია. თუმცა როგორც აღმოჩნდა ორშაბათს დღეს იტალიაში მუზეუმის უმრავლესობა ისვენებს, რის გამოც მხოლოდ მისი ბიბლიოთეკის მონახულება მოვახერხე. აქ დაცულია 2500-ზე მეტი წიგნი, ხელნაწერი, რუკა, ფოტოალბომი, ნახატი, გრავიურა თუ ანაბეჭდი. მათ შორის ლეონარდო და ვინჩის არაერთ ნამუშევარს შორის ინახება მისი სავარაუდო ავტოპორტრეტი, კლდეების ქალწული და ქრისტეს ნათლობა. სამეფო ბიბლიოთეკა, ისევე როგორც სასახლე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. ძველი წიგნების სურნელით მოჯადოებული კი პირდაპირ კინოს მუზეუმისკენ გავემართე. შენობა, რომელიც სინაგოგად იყო ჩაფიქრებული, დღეს ტურინის არქიტექტურული სიმბოლო და კინოს მუზეუმის მასპინძელია. სწორედ მისი გრანდიოზული გუმბათის ქვეშ იშლება კინოს ზღაპრული და ჯადოსნური სამყარო. სართულებად გადაშლილი მუზეუმი, სადაც ყოველი ნაბიჯი წარსულის კადრია. ლუმიერების ხანის უხმო მონოქრომულ სინემატოგრაფიდან პირველ ფერად კადრებამდე, ჰიჩკოკის პირქუში ჩრდილებიდან ჰელინის ფერად სიზმრისეულ სამყარომდე, ფრანკენშტეინიდან ტერმინატორამდე, ვარსკვლავური ომების ეპიკური ამბიდან ავატარის ინოვაციურ ციფრულ სამყარომდე. აქ ნახავთ ძველი ფილმების ფირებს, ბუტაფორიებს, ოპტიკურ სათამაშოებს, ძველ კამერებს, ლინზებს, პროექტორებს, დეკორაციებს თუ კოსტიუმებს. შენობის ცენტრში პანორამული ლიფტი საშუალებას გაძლევს დატკბეთ 360 გრადუსიანი ხედით ქალაქზე, რომლის ბილეთიც წინასწარ უნდა შეიძინოთ, რადგან ადგილზე იმ დღის ყველა ბილეთი გაყიდული დამხვდა. ოთახები გაფორმებულია მინიატურული გადასაღები მოედნებივით და თუ მსახიობობა მთელი შენი ცხოვრების ოცნება იყო, ფანტაზიაც არ დააყოვნებს. წარმოიდგინე, რომ უსახელო ჯილდოზე მონადირე ხარ სერჯო ლეონეს გადასაღებ მოედნაზე. ეს ესაა ყოფილი პარტნიორი, შუა უდაბნოში დატოვე, შენ კი პირველივე შემხოდარ ტავერნაში ლუდით გაისველე პირს, რათა გააგრძელო ფათერაკებით სავსე გმირის ან ანტიგმირის მოგზაურობა. მომდევნო სივრცეში შეშლილი გენიოსის კინოლაბორატორიაში ამოვყავი თავი, სადაც დოგ ბრაუნი ახალი დელორიანის აწყობას ასრულებს უკან მომავალში გასამგზავრებლად. ან რიკ სანჩესი თავისი პორტალური იარაღისთვის ახალ კვანტურ სითხეს ამზადებს, რათა მორიგი ინტერგალაქტიკური საიდუმლო გაშიფროს. შეიძლება ნახო კინოთეატრი, სადაც ეკრანი იატაკზეა, ხოლო სავარძლები კედელზე. კინოხელოვნებამ აქ გრავიტაციაზეც გაიმარჯვა და მუზეუმის ექსპონატებისთვის სავარაუდოდ თავგადასავლები ჩვენი წასვლის შემდეგ იწყება. ამაზრს კი ისიც მიმყარებს, რომ მორიგ სივრცეში განთავსებულია კინოთეატრის არანაკლებ საინტერესო ვერსია. სავარზნების ნაცვლად პირდაპირ უნიტაზები შესაძლოა პრაქტიკული გამოსავალია კარგი ჰორორის საყურებლად. ერთი სიტყვით მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კინომოყვარული ხარ. ამ სივრცეში ნამდვილად ვერ მოიწყენ, ამიტომ თუ ტურინში მოგზაურობას გეგმავ, ეს ადგილი აუცილებლად მოინიშნე. ტურინის დატოვებამდე ვესტუმრეთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარს, სადაც განსაკუთრებულ კაპელაში ინახება ქრისტეს სუდარა, კილო, რომელშიც გადმოცემით იესო ნაზარეველის სხეული იყო გახვეული. სუდარაზე მკაფიოდ ჩანს ადამიანის წინა და უკანა ანაბეჭდი. დაახლოებით 180 სანტიმეტრის სიმაღლესა და 80 კილოგრამი წონის სხეული, წვეტებიანი გვირგვინის, ლურსმნების, შუბისა და მათრახის კვალი. ქსოვილზე თვალების ადგილას ძალიან აშკარა კვალია მონეტების, რომლებიც ასევე ზუსტად ემთხვევა სავარაუდო პერიოდს. თავისთავად, როცა რწმენა იწყებს საუბარს, მეცნიერება კითხვებით პასუხობს. სუდარა დღემდე საიდუმლოდ რჩება, რადგან სხეული ნაჭერზე ასეთ პირდაპირ ანალეგს წესით არ ტოვებს.
1988 წელს ლაბორატორიულმა კვლევებმა დაასკვნა, რომ სუდარა შუა საუკუნეებშია შექმნილი და მოხატული. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ნიმუშები აღებული იყო სარესტავრაციო ფრაგმენტიდან და არა ორიგინალიდან. კვლევები დღემდე გრძელდება, პასუხები კი ისევ არაერთგვაროვანია. თუმცა ჩემთვის აქ ფაქტი ერთია. როცა კაპელასთან დგახარ, არტეფაქტთან, რომელიც საუკუნეები არ წმენისა და სკეპტიციზმის საგანს წარმოადგენს, ფაქტები და კითხვები ქრება, რჩება მხოლოდ შეგრძნება. განცდა, რომ არის რაღაც შენზე დიდი და სამყაროსავით ძველი. მნიშვნელობა არ აქვს მორწმუნე ხარ თუ არა, მისი გავლენა მაინც გვწვდება. ამიტომ ამ გამოცდილების რეკომენდაციაზე უბრალოდ არაფერს გეტყვით, თავად გადაწყვიტეთ. ტურინის გაცნობა ამჯერად აქ სრულდება. შემდეგ თავგადასავალში გზას ფერადი ლიგურიისკენ გავუდგებით. შენ კი მადლობა რომ მიყურე.